კომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გვამსტობენ მე ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი და ჩვენ ტრადიციული გადაცემა რუბრიკა ვარსკვლავები გვამსტობენ სადაც ჩვენ საუბრობთ რასაკვირველია პირველ რიგში ასტროლოგიაზე და არა მარტო პირველ რიგში ეზოთერულ საკითხებზეც რადგან სხვაიშვილის ერთ-ერთი საინტერესო კითხვა მოვიდა SMS-ი ჩვენ ტელემაგურებლისა ასეთი კითხვა აქვს მას რომ როგორ აფასებთ პირველ რიგში რის მიხედვით აფასებთ ესე იგი ასტროლოგებს რა თქვათ ბოდის ვიხდი და მოიწყდა გამორთვა მობილურის გამორთავ ახლავე და გავაგზავნებთ ჩვენს ურთიერთობებს ესე იგი რა კრიტერიუმით ვაფასებ პირველ რიგში ასტროლოგებს ნუ პირველ რიგში წესიერებით მინდა გითხრათ წესიერი ადამიანი უნდა იყოს რათა არავის არაფერი არ დაუშავოს თავისი უარყოფით ენერგიებით შემდგომ რასაკვირველია ცოდნის კრიტერიუმები და აი აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველ რიგში განსაკუთრებულად ვაფასებ ადამიანს რომელიც მოსული ასტროლოგიაში ეზოთერიკიდან კი, კარგი როცა ადამიანი მოდის დაუშვათ შეიძლება ლიტერატურია, ხელოვანია, შეიძლება მომღერალია, შეიძლება დაუშვათ მწერალი ან ფიზიკოსი კი ბატონო, მისაღებია, მაგრამ ჩემ ღრმა დაკვირვებით ადამიანი რომელიც მოდის ეზოთერული კუთხიდან ის ასტროლოგიას ხედავს სხვა პრიზმიდან და სხვა ხმა განსაკუთრებით კარმული მისიისა. ის ვინც მოდის დაუშვათ მეცნიერებიდან ან სხვა დარგებიდან, მათ ძალიან ხშირად არ ესმით კარმული ელემენტები, ეზოთერული პრინციპები და წმინდა ასტროლოგიური კუთხით, აი როგორც არის დაუშვათ კლასიკური ასტროლოგია მოცემული, იმ კუთხით უდგებიან ნებისმიერ საკითხს, კი არის ეს ასტროლოგია რასაკვირველია, მაგრამ აი იმ სიღრმისეულ ელემენტებს ისინი ვერ ხედავენ, რაც მოდის ადამიანში, რომელიც ეზოთერიკიდან მოდის და პირველ რიგში ამიტომ ჩვენ ყოველთვის უსვავ მე ამას ხაზს, რომ აუცილებლად ვისაუბრებთ არა მარტო ასტროლოგიურ, არამედ ზოგადად ეზოთერულ საკითხებზე და ამ საკითხებსაც დროდადრო ვეხებით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასტროლოგია თვითონ არის ეზოთერული მეცნიერება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ პირველ რიგში ეზოთერული კანონები. აი ეს ახალგაზრდა ასტროლოგები, რომელიც შემოდიან ნელ-ნელა და მათ არ იციან ეზოთერიკა, მათ ეთყობათ კიდეც ეს, ეთყობათ თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ პირველ რიგში მათ არ ითვალისწინებენ ასტროლოგიურ პარამეტრებს, რასაც აგზავნი მოდის უკან ბუმერანგის პრინციპი, რომელსაც ეზოთერიკა გვასწავლის, ამიტომ შეიძლება მოვიდნენ ასტროლოგიაზე და დასხდნენ ასტროლოგიურ ტახტზე, მაგალითად, ბოროტების გზით, უპრობლემოდ რატო? იმიტომ რომ არ იციან მათ პრინციპები, ეზოთერული უკვე პრინციპები, რომელიც წესით ყველა ასტროლოგმა უნდა იცოდეს. ამიტომ ჩვენ აუცილებლად ვეხებით ეზოთერულ თემებს ასტროლოგიასთან ერთად. ამას ხაზს უსვავ. ახლა მოდით იმის შესახებ თუ როგორ იქნება შემდეგი კვირა, რა ტენდენციებია მას და ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციებია. პირველ რიგში ეს არის, მოდით ვთქვათ ასე, კვირა, რომელიც უნდა მაქსიმალურად გამოიყენოს განსაკუთრებით კვირის პირველი ნახევარი. ნუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომ თანდათან დედამიწა უახლოვდება უარყოფით ენერგოველს. და ამიტომ ეს შეეთყობა უკვე შემდეგ კვირას, თუ პირველი ნახევარი მისი მეტნაკლებად ჯერ კიდევ სასიკეთოა და აქვს მას დადებითი მეტი შანსები, პერსპექტივები, შესაძლებლობები, უკვე კვირის მეორე ნახევარი, სადაც უკვე პარასკევიდან, უფრო მეტ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, მეტ წინაღობებთან, მეტ ბარიერებთან, პრობლემებთან, შეიძლება საკონფლიქტო სიტუაციებთანაც კი და ასე შემდგომ. ამიტომ პირველ რიგში მოდით ეს გავითვალისწინოთ, ეს ორმაგი ბუნება, ცხადია ამ კვირისა და აუცილებლად ვისაუბრებთ ახლა იგივე დავუშვათ ეზოთერიკა ვახსენეთ და ეზოთერულ ერთ-ერთ სფეროში შედის ასევე ხელოვნება ფენშუი ჩინური თავისთავად და ჩვენ აუცილებლად შევეხებით ამ ხელოვნებას და ვისაუბრებთ ამ ატრიბუტიკაზე, რომელიც ამ სფეროსთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს ახალი წელი მოდის და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სიმბოლურად მათ შორის და რიტუალის კუთხით სწორად შევხვდეთ ახალ წელს და აქედან გამომდინარე დავებეოთ მომავალი წლის მასპინძლის კეთილგანწყობა, რათა წელიწადს მივიცეთ დადებითი, ასე ვთქვათ, იმპულსი და ენერგეტიკა. ახლა მოდით ჯერ შევეხოთ მოდით ამ კვირას, როგორ იქნება ეს კვირა და მე უკვე ვისაუბრებ დანარჩენზე. ნუ პირველ რიგში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ესე იგი პირველი ნახევარი კვირისა უფრო სასიკეთოა, მეორე ნახევარი ცოტა მეტ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, რადგან აქ უკვე აქედან გამომდინარე, რადგან მეორე ნახევარი სირთულეებთან არის, ესე იგი მე მინდა რჩევის სახით მოგცეთ ეს რჩევა, რომ მაინც ეცადეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, საკითხები შევასრულოთ ამ კვირის პირველ ნახევარში, ნუ ყოველ შემთხვევაში სადღაც 19 დეკემბრამდე მაინც. შეიძლება ამ კვირის ბოლომდეც გარკვეულწილად, მაგრამ იმეორებ უკვე 19 რიცხვიდან ცოტა მეტი სირთულეები. ამიტომ სანამ დედამიწა დადებით სფეროშია და ეს არის პირველი ნახევარი კვირისა, აქ უმჯობესია, რაც შეიძლება მეტად გავითვალისწინოთ ეს და ამ პოზიტიურ ზონაში ამოცანების ზუსტად დასახეთ, შეხვედრების მოსაწყობად, დინამიური ურთიერთობებისთვის, მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად საუკეთესო პერიოდია. კვირის პირველი ნახევარი.
და აქ შეიძლება კვირის პირველ ნახევარში გახშირდეს მოულოდნელი საინტერესო შემოთავაზებების რიცხვი. აქ მეტად გამოჩნდება მიზნის მისაღწევად აუცილებელი ახალი შესაძლებლობები და რაღაც საშუალებები, რომელთა გამოყენება მომავალ წელსაც კი ჰპოვებს სასიკეთო გაგრძელებას და დადებით შედეგს გამოიღებს. აი უკვე 19 რიცხვის შემდგომ კოსმოსური ნეგატიური ენერგიების გავლენა მეტად, ასე ვთქვათ, იქნება თვალშისაცემი და ეს უფრო მეტად აისახება ადამიანთა გონება განწყობაზე, მოემატებს ადამიანებში ემოციურობა, მოემატებს აგრესიულობა, სულსწრაფობა, რაღაც შინაგანი პესიმიზმი, გართულდება უკვე გარკვეულწილად კომუნიკაცია, საქმისადმი კვანტიტი დამოკიდებულება, გაიზრდება ეგოიზმი ადამიანებში, რაც დისონანსს შემოიტანს არა მარტო საქმიან და პარტნიორულ, არამედ სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობებში. და უკვე შემდგომ განსაკუთრებით დაიწყება სიტუაცია უკვე 25 დეკემბრიდან. მაგრამ იქამდე ყოველ შემთხვევაში ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, იქამდე უკვე აუშვათ მოდით რომ აი კვირის ამ შემდეგ კვირის მეორე ნახევრიდან უკვე 19 რიცხვის შემდგომ თანდათან სიტუაცია დაიწყებს, 19 რიცხვიდან მოით ასე ვთქვათ, დაიწყებს დაძაბვას და ვეცადოთ იქამდე მაქსიმალურად მოვასწროთ. ყოველ შემთხვევაში 19-ის ჩათვლით, ეს ბოლო მოით ასეთი ვადა ავიღოთ, რომელიც კიდევ გვაძლევს საშუალებას დადებითად წარმართოთ ურთიერთობები და საქმეები. ეს გავითვალისწინოთ უპირისკოვლისა და გავითვალისწინოთ ასევე ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ჩვენ კიდევ ერთი გველის და ამას რატომღაც ეს დავიწყებულია საერთოდ ეს თემა და რაღაცნაირად მინდა რომ ცოტა გავაღვიძო და აღვადგინო ეს თემა. თქვენ ალბათ ვინც უყურებთ გადაცემას თქვენი დრო, ალბათ გახსოვთ ტელეკომპანია კავკასიაში, ჩვენ ერთად გადაცემაში ყავდა მოწვეული ბატონი ნოდარ მამისაშვილი, უცხენვალესი პიროვნება, პრიად საინტერესო, მცოდნე ადამიანი, რომელმაც მას სპეციალურად ვათქმევინე, მესმით რომ ადრე მე ეს მომიყვა, მაგრამ მინდოდა რომ აი თვითონ თავისი სიტყვებით გადმოეცა და ვინც მოусმინა მანიცის, ვინც არა და მათთვის კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ოდითგანვე საქართველოში ძალიან საინტერესოდ ხდებოდნენ ახალი წლის დადგომას და ხდებოდნენ არა 31 დეკემბერს შემდგომ შემოვიდა. აი ხდებოდნენ მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ზამთრის ბუნიობა და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ძალიან სწორია ბუნებრივი პრინციპებიდან გამომდინარე. და აი ეს ჩვენ ზამთრის ბუნიობა, აი სწორედ გველოდება ამ კვირის ბოლოს. ამიტომ შემდეგ კვირა დღეს მე ამაზე კიდევ ვისაუბრებ და შეგახსენებთ ამას, იმიტომ რომ შემდეგ კვირა დღე არის 21 რიცხვი. ანუ ეს ის დღეა, როდესაც ჩვენ ფაქტობრივად უახლოვდებით ზამთრის ბუნიობა გვაქვს 22-ში ამ წელს. სხვა წლებში ზოგჯერ არის 21-ში, ზოგჯერ 22-ში. იმის დამიხედვით ნაკიანი არის ის წელიწადი თუ არა, ამ წელს ჩვენ გვაქვს 22-ში, მაგრამ 21 მნიშვნელოვანია რით? მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ უკვე მზე, ძველი მზე, წლიური მზე, რომელიც მოიარა მთელი წელიწადი, მოვიდა თავის ნულოვან წერტილში და დაასრულა თავისი მოღვაწეობა. ანუ ამ წლის მზე, აქ მოდით ესე ვთქვათ, იგი ასრულებს თავის მოქმედებას და აბარებს თავის ენერგეტიკას წარსულს, აბარებს შემდეგ მზეს, რომელიც გამოდის უკვე 22 რიცხვიდან. ანუ თქვენ ნახოთ ასტრონომიულადაც აქ მზეს ამოსვლა ჩასვლის პარამეტრები უკვე ფაქტობრივად გაჩერებული ერთნაირია. და შემდგომ უკვე იწყებს ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, მომატებას დღეს. ამიტომ სწორედ 2 რიცხვი 21-22 არის ღამე, ამ რიცხვების არის ყველაზე გრძელი. შესაბამისად, აი აქ უკვე თავდება ძველი წლის ჩასვენება ხდება და იწყებს ამოსვლას 22-დან ახალი მზე. აი ამასთვისგან ქართველები ყოველთვის თქვათ ახალი წლის დადგომას ადრეულ პერიოდში რასაკვირველია და სწორედ ეს იყო ბუნებრივი პრინციპებიდან გამომდინარე. სხვა შორის კარგი იქნება თუ გარკვეულწილად ავადგენთ ამას, იმიტომ რომ ბუნებასთან ეს უფრო ახლოა ვიდრე 31 დეკემბერი, ბუნების მოვლენებთან მინდა გითხრათ. 31 დეკემბერს მე ვერ ხედავ ვერანაირ ისეთ ბუნების მოვლენას, რომელიც გვამსწრებს რომ ახალი წელი იწყება 31-ში. და ასტრონომიული კუთხით, აი კი ბატონო, აი ეს ზამთრის ბუნიობა კი ამას გვამსწრებს რომ მზე ასრულებს თავის ერთსრულ წრეს და აქ უკვე ფაქტობრივად ერთდაიმოვი დროს ამოდის ფაქტობრივად აი 2-3 დღის განმავლობაში ეს ნიშნავს იმას რომ დაასრულა მზემ თავისი მოღვაწეობა და ამოდის ახალი რომელიც უკვე გაგვიზრდის ერთი თუნდაც წუთით უკვე შემდეგი დღიდან დღის ხანგრძლივობას და იწყება უკვე პროცესი დღის გაზრდისა. და ამიტომ იყო ესეთ რიტუალი 31-ში ამ შემთხვევაში წლევანდელი წლისთვის. ესე იგი ჩვენ საქართველოში ქონდა ესეთი ტრადიცია, რომ ვიღებდით ზარს. ამ ზარს ჩამოვაცმევდით ზევიდან, შეიძლება ტყავის იყო, შეიძლება უბრალოდ ჩვეულებრივი რაღაც ნაჭრისგან, რაღაც ნაჭერს თუნდაც ისე რომ ამ ზარს ქონდეს ცოტა მოგუდული ხმა. და ასე ადამიანები დადიოდნენ საკუთარ სახლში, დადიოდნენ და ამ ზარს რეკავდნენ.
რეკავდნენ ამ ზარს და ამასთან ერთად გამოთქვამდნენ, ესე იგი, სიტყვებით ფრაზას, რა ფრაზას, რომ ისინი მადლობას უხდიდნენ წასულ წელს ამ ძველ მზეს, ყველაფრისთვის რაც მოხდა მაცხოვრებაში და უტოვებდნენ ყოველივე ცუდს წარსულს. აი ამით ხდებოდა ამ პროცესით გაცილება ძველი წლისა. 22-ში უკვე ამ შემთხვევაში უკვე ახალი მზის ამოსვლას ხდებოდნენ რა კუთხით. იგივე დაუშვათ ზართან მიმართებაში ამ ზარს მოაშორებდნენ და შეიძლება ამ ტყავის ნაჭერსად, უბრალო ნაჭერს და უკვე კრიალა ხმით 22-ში ისევ საათესისრეს მიმართულებით შემოუვლიდნენ თავის სალს, როგორც გარედან, ადრე ეს იყო საშუალება, ასევე შიგნიდან, ეხლა ალბათ კორპუსებში უფრო ეს არის საშუალება რომ შიგნიდან და განსაკუთრებით ასე ვთქვათ კუთხეებში და მიესალმებოდნენ ახალ წლის დადგომას, ახალ მზეს და უსურვებდნენ საკუთარ ოჯახს, სრულიად საქართველოს ახლობლებს ყოველივე კარგს, სიკეთეს, ბედნიერებას და კეთილდღეობას. აი, ესეთი იყო წესი, კარგი იქნება სხვაშორის თუ ჩვენ აღვადგენთ ამას ჩვენთვის, მე 31-ში კი ბატონო შევხვდეთ. კიდევ ერთხელ, მაგრამ აი ეს 21-22 რიცხვი გაცილება ძველი წლისა და შეხვედრა ახალი წლისა, მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალია, ძალიან კარგია და ძალიან ეროვნულია. ამიტომ ეს ჩვენ გვაქვს ესე იგი მომავალ ესე იგი კვირას გაცილება ძველი წლისა და მომავალ ორშაბათს შეხვედრა ახალი წლისა. შეიძლება ესე ვთქვათ. ну ამაზე კიდევ შემდეგ კვირა დღეს ვისაუბრებთ. ახლა სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელიც ესე იგი ჩვენ გველოდება შემდეგი კვირის განმავლობაში, ან 15-21 დეკემბრის შუალედში. როგორ იქნება ზოდიაქოს ნიშანთათვის აი ეს კვირა, ну დავიწყოთ ცეცხლოვანი ვერძით, ზოდიაქოს პირველი ნიშანი, ისევ კარგ ფორმაში ამინდა ვთქვათ, კარგი განწყობა აქვს და კარგი ტონუსი ამ ნიშანს, ენერგეტიკულად ძლიერია და ამიტომ შეუძლია აქტიური მოქმედება, ინიციატივის გამოვლენა, ვერძ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ლიდერული კარგი ორგანიზებული თვისებების წარმოჩენა აქ უშიშარა. მებრძოლი სულისკვეთება წინა პლანზე წამოიწევს ვერძს და ცხოვრებაში და გუნება განწყობაში. აქ შეგიძლიათ ნებისმიერ მიზანს მიაღწიოთ, იმიტომ რომ იღბლიანობა რადიკალურად მატულობს. ახლა მით უმეტეს გამარჯვების მმართველი პლანეტა ლომი ზოდიაქოში ეს ქმნის 120 გრადუსს, ანუ ტრიგონალურ ურთიერთობას ვერძთან, ვერძის მზესთან და ამიტომ ეს აძლევს ვერძებსაც ლომებთან ერთად საკმაოდ დიდი წარმატების მიღწევის შესაძლებლობას. ამასთან ერთად მოდით ავუშვათ ისიც, რომ ძალიან კარგი პერიოდია ყველა სახის მოგზაურობებისათვის, უცხოელებთან კონტაქტების, შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისათვის, რომანტიკული სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისათვის, ანამ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. აქ შეიძლება შეხვედრა მოხდეს ძალიან საინტერესო პოტენციურ პარტნიორებთან, ასევე სულიერ მასწავლებლებთან. ანუ ყველა სახის წარმატებული პერიოდი ახსოვს კარიერულ განვითარებას, მეტრეულ მდგომარეობის გაუმჯობესებას, ბიზნეს საქმიანობას, ამიტომ აქტიურეთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ფავორიტი ამ კვირისა ხართ თქვენ. დამით უმეტეს ჯანმრთელობის გრადობა აქ გაძლევს საშუალებას აქტიური მოქმედებისა. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, აქ კარგი იქნება სხვაშორის შემდეგ კვირა დაუთმოთ საჩუქრების შეძენას. მოემზადეთ უკვე ახალი წლისთვის, ну იზარმაცებთ ეს რჩევის სახით კუროთა უმრავლესობისათვის, მოაგვარეთ ასევე საქმეები, მოაგვარეთ ურთიერთობები, იმიტომ რომ ეს კვირა მთლიანობაში ჯერ კიდევ ხელს უწყობს კარიერულ წინსვლას, ახალი პერსპექტიული პროექტების დასახვას და მათ გარკვეულწილად რეალიზაციას. აქ შეიძლება ზოგიერთ მოთმენთაგანმა ისევ იპოვოს გავლენიანი ფარველები, რომელიც ხელს შეუწყობენ თქვენი იდეების შემდგომ რეალიზაციას და ამ ხრივაც ეს კვირა კარგია. ახლა შეეხება ენერგოტონუს ჯანმრთელობას იგი საშუალოა. ამიტომ ეს გაძლევთ მაინც საშუალება ისევისა, რომ მეტნაკლებად ასე ვთქვათ, აქტიურად იმოქმედოთ და გარკვეულწილად წარმატებებს მიაღწიოთ. ოღონდ ნუ იზარმაცებთ, ცოტა სიზარმაცის ჭია აქ იჩერს თავს და ამიტომ ხას უსწრებს სწორედ ამ ხელის შემშელ ფაქტორს შემდეგი კვირისა. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, ну კვირის პირველ ნახევარში და მეორე ნახევარში ტყუპებისთვის იქნება გარკვეულწილად განსხვავებები. აი მაგალითად, მეორე ნახევარში კვირისა უკვე 19 რიცხვიდან მოსალოდნელია გაცივების ტენდენცია მიჩნევს თავი, დაღლილობა მიჩნევს მეტად თავი, შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანს უძილობის სცენიც კი შეეყაროს არის ეს ტენდენცია. ყოველ შემთხვევაში უკვე კვირის მეორე ნახევრიდან მეტად გავუფრთხილეთ საკუთარ თავის ჯანმრთელობას ორგანიზმს, რათა ახალ წლისთვის, ასე ვთქვათ, იყოთ მეტნაკლებად ფორმაში. სამაგიეროდ ეს კვირა კარგია იმისთვის, რომ განთავისუფლდეთ მავნეჩვევებისაგან და ასევე ძალიან კარგია კვირა, გასულიყო მისი პირველი ნახევარი პრეზენტაციებისთვის, შუამავლის ფუნქციის შესრულებისათვის, ცალკე ადამიანთან ორგანიზაციებთან ურთიერთობების კუთხით, სწავლისთვის, მნიშვნელოვანი საჭირო ახალი ინფორმაციის მისაღებად, მოლაპარაკებებისათვის, მოგზაურობისათვის, ხო შორის ზოგიერთ მათგან შეიძლება დაჭირდეს ასევე დამატებითი განათლების მიღება, რაც ხელს შეუწყობს შემდგომ თქვენს კარიერულ განვითარებას და წინსვლას. ამ მხრივ აი კვირის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ეფექტურია.
რაც შეეხება კირჩხიბებს, ნუ პირველი სკოლისა, აქაც თქვენ კვირის მეორე ნახევარში მეტი ყურადღება გესაჭიროება ჯანმრთელობის მიმართ, იმიტომ რომ აქ ვირუსულმა ინფექციებმა შეიძლება მეტად იჩინონ თავი. დამიტომადას თუ თქვენ ხარ დაუშვათ პედაგოგიას, ხალხმრავალ ადგილებში გიწევთ ყოფნა, აი აქ ეს ხიფათი უფრო მეტი, ამიტომ გაიმაგრეთ იმუნიტეტი, მათ შორის დაუშვათ სუფთა აირზე მეტად ყოფნით, ვარჯიშებით, კარგი იქნება დაუშვათ აუცილებელი ვიტამინების მიღება, საკვების მეშვეობით და ასე შემდგომ, რათა იმუნიტეტი უფრო მდგრადი იყოს და ამას ყოველივეს გაუძლოს, მაგრამ კვირის პირველი ნახევარი კარგია. ეგ ეხავს უწყობს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სოციალურ პროექტებში და ფონდებში თქვენს ისევ აქტიურ ჩართვას, აქ შეიძლება ისევ სასიამოვნო ცვლილებები მოხდეს საოჯახო ურთიერთობების კუთხით, კიდევ ეს კვირის პირველი ნახევარი ხელს უწყობს ასევე თქვენი იმიჯის გარეგნობის გარკვეულწილად შეცვლას სასიკეთო და ამისთვის ეს უკვე გარკვეული შესამზადებელი პერიოდია უკვე საახალწლო თქვენთვის, მოდით ასე ვთქვათ. ახალი გარეგნობით შეხვდებით ახალ წელს და ესეც იქნება კარგი. მე უკვე ვიცი მაგალითად რომ აი გოგონებმა უკვე დაიწყეს მომზადება, იმიტომ რომ აღნიშნე რამდენჯერმე რომ ხვეული თმები, ანუ ცხრის წელიწადი მოდის და ეგრეთ წოდებული ბარაშკა. იქნება ძალიან პოპულარული საახალწლო და უკვე ვიცი რომ იწყებენ მომზადებას იმისთვის რომ ესეთ ხვეული თმებით შეხვდნენ ახალ წელს. ეხლა რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშანს მთავარი ფავორიტია რასაკვირველია ლომი, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში მასაც შეიძლება გარკვეული სირთულეების შექმნას რა სახის, მაგალითად საკუთარ წყვილმანების კუთხით შეიძლება შექმნას პრობლემები, აი რაღაც საგანი შეიძლება ვერ იპოვოთ ან დაკარგოთ და აი ამ ძებნამ და ამ ცოტა ნერვიულობამ საგანთან მიმართებაში შეიძლება ცოტა დაგძაბოთ შინაგან, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში, ამიტომ წყვილმანების საკუთარ წყვილმანების მიმართ იღავით მაინც ყურადღებით. 20 და 21 რიცხვი მეტად დაუთმეთ ხელოვნებას, თეატრს, რაიმე კონცერტზე წადით, არ ნახულთ შთაბეჭდილებას მიიღებთ, ეს ძალიან დადებითი გავლენას მოახდენს თქვენს ემოციურ ფონზე. სამაგეროდ კვირის პირველი ნახევარი ძალიან აქტიურად უნდა გავლოთ, იმიტომ რომ შანსები ძალიან მაღალია. ეხლა გამარჯვების პლანეტა იუპიტერი თქვენ ზოდიაქოშია და ეს ძალიან დიდ შესაძლებლობებს აძლევს ლომს. ამიტომ ხართ განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში ძალიან აქტიურები, ენერგიულები, შეგიძლიათ ინიციატივის გამოვლენა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, თქვენში კარგი ლიდერული ორგანიზაციების წარმოჩენა. უცხოეთთან შეგიძლიათ აქ ძალიან აქტიური კონტაქტები გქონდეთ ისევ. აქ შეგიძლიათ საკუთარი ნიჭი და უნარი ახლებურად და ძალიან საინტერესოდ გამოავლინოთ. ძალიან კარგი კვირა ყველა სახის სასკვარლო პარტნიორული საოჯახო ურთიერთობებისათვის და ეს კვირა ხელს უწყობს ასევე იდეების რეალიზაციას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. რა შეეხება ქალწულებს, აქ ცოტა ისევ და ისევ ფინანსური ხარჯი შეგაწუხებთ, რომელიც ასევე იქნება აუცილებელი, ოღონდ ამჯერად იგი შეეხება მეტად საოჯახო საკითხებს, საოჯახო საქმეებს და ასე შემდგომ. ისე საოჯახო თემა კვლავ იქნება წინა პლანზე თქვენს ცხოვრებაში და რაც მეტად ასე ვთქვათ, იფუსფუსებთ ამ შესაძლებლობა გექნათ სახლში, მოაწესრიგებთ დიზაინს, მოაწყობთ ან შეასრულეთ, იქნება ძალიან კარგი ეს სოჩის ესთეტურ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ზოგიერთი ქალწული სწორედ ამ პერიოდში იძულებული შეიძლება გახდეს რომ შეერთოს ძალიან სერიოზულ პროექტებში, საქმეებში, ან შეიძლება შეცვალოს ხელმძღვანელის სამსახურში და აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობა მოემართოს მას. არის ეს ტენდენციები, მაგრამ გავაფრთხილდეთ ყველა შემთხვევაში ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ჯანმრთელობა ჯერ კიდევ არ ამდგრადია. შესაძლებლობის და გვარად მეტად დაისვენეთ და საკუთარ თავსაც მოდით სიამოვნებას ნუ მოაკლებთ, როგორც კი ამის საშუალება მოგეცემოთ. დასვენების დროს თუნდაც გააკეთოთ ის, რაც ძალიან გსიამოვნებთ. დროს შინაგანი ენერგეტიკული ტრანსფორმაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლობლებთან ურთიერთობას იქნება ძალიან კარგი და სასიკეთო. რა შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, შესაძლებელია ძალიან ახალი და ზოგჯერ ძალიან მძაფრი ფორმის სასკვალო ურთიერთობების დასაწყის ჩაიდოს საფუძველი სწორედ შემდეგ კვირის განმავლობაში. თან მეტად დააკვირდით ახალ ნაცნობებს და მოდით ვთქვათ ასე, ეცადეთ შეხვდეთ ძველ მეგობრებს, რომელიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში არ გინახიათ. აი მათთან შეხვედრა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი. ეს არის ძალიან კარგი კვირა შეხვედრებისთვის, მოგზაურობებისათვის, თქვენი მაღალი ენერგოტონუსი გაძლევს საშუალებას აქტიურად მოქმედებისა და უვალავი შრომისა. აქ ამასთან ერთად აღნიშნეთ, რომ შეიძლება ახალი იდეების რეალიზაცია მოხდეს და იპოვოთ ისეთი თანამოაზრეები, რომელიც ხელში უწყობენ ასე თქვენი იდეების რეალიზაციას, მაგრამ მიუხედავად ამ ბევრი სიკეთისა, ერთი სფერო მაინც გაქვთ ნაკლებად ეფექტური, ისევ ფინანსური. ანუ ფინანსური შემოსავლის მოპოვება იქნება ისევ მეტ სირთულეებთან და მეტ ძალისხმევასთან დაკავშირებული. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშანს, აი პირიქით სწორედ ფინანსური შესაძლებლობების ტენდენცია საკმაოდ მაღალია.
ამასთან ერთად ოჯახი შეიძლება გაგინაწყენდეთ, გაითვალისწინოთ თუ თქვენ ზედმეტად ბევრ დროს დაუთმოთ სამსახურს, იმიტომ რომ ფაქტობრივად არ ცალიათ ოჯახისთვის, იმდენად დიდი ასე ვთქვათ დრო მიაქვს სამსახურს, მაგრამ ერთი კომპენსაცია კი არის აქედან. ანუ ეს სამსახურებრივი მუშაობა გაძლევთ ფინანსური კუთხით, ასე ვთქვათ, შესაძლებლობას წარმატების მიღწევისა და ამიტომ ამ ხელსდროშით მეტნაკლებად იგი გამართლებულია. ძალიან კარგი კვირა ახალი საქმის დასაწყებად, სწავლისთვის, ახალი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. სხვაშიეს აი ყველა ის ნიშანი მორიელის რომელიც ადამიანები უბრალოდ მორიელის რომელიც მუშაობს პედაგოგიურ სფეროში, იურისპრუდენციაში, იქნება მეტად წარმატებული, სხვაშიეს სასამართლო პროცესების მოგების ტენდენციაც ისევ მაღალია და მოგეცემ საშუალებას საცხოვრებელი მდგომარეობის გაუმჯობესებისა. რაც შეეხება მშვილდოსნებს, აქაც მოდით აღნიშნოთ კვირის მეორე ნახევარს ცოტა მეტი ყურადღება მივაქციოთ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჯერ კიდევ თქვენი დროა, მზემყოფება ჯერ კიდევ თქვენ ზოდიაკოში და შანსები წარმატების არნახულად მაღალი გაქვთ. ერთ-ერთი ფავორიტი ლომთან და ვერსთან ერთად ამ კვირის ახარტის თქვენ მშვილდოსანი, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში ყავით ცოტა მეტად ყურადღებით, იმიტომ რომ აქ შეიძლება გარკვეულმა ცირაოდენმა, მაგრამ საოჯახო პრობლემებმა შესაძლებელია და არ გვიან თქვენი გეგმები. ამას მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ მთლიანობაში ყველა სახის სიტუაციები, რომ თქვენ ირგვლივ იტრიალებს აქ, აუცილებლად მოითხოვს თქვენ უშუალო მონაწილეობას და ზოგჯერ ფინანსებსაც კი. ამავდროულად ძალიან კარგი პერიოდი ახალი ნაცნობობისათვის. მადლობს თქვენი შარმის დულბარდიც მეტად იზდავთ საწინაო სქესის პარტნიორებს, ამიტომ პირადული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ან ჩამოსაყალიბებლად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ეს კვირა ხელს უწყობს თქვენი ავტორიტეტის მეტად ზრდას, იდეების რეალიზაციას, კარიერულ წინსვლას, ამიტომ რადგან აქ არის შანსები თითქმის ყველა დონეზე საზიკეთო არ გაქვთ უფლება სეზარმაცის უსაქმრობისა, რაც შეიძლება მეტად იმოძრავეთ, იმოქმედეთ, კონტაქტები, შეხვედრები, ახალი ინფორმაცია, ყოველივე თქვენთვის ფრია წარმატების მომტანი იქნება. თხისკასთან მიმართებაში კი ცოტა სხვა სიტუაცია. მართალია შესაძლებელია ზოგიერთმა თქვენთანგანმა იპოვოს შემდეგ კვირაში ახალი სამსახური, მაგრამ გარკვეული ცვლილებებიც შეიძლება მოხდეს მის ცხოვრებაში ოჯახური კუთხით. ეს ცვლილებები შეიძლება სასიკეთო აღმოჩნდეს. საერთოდ ჯამში ამ ცვლილებებმა შეიძლება სწორედ გამოიყვანონ ეს ნიშანი უფრო შინაგანი მელანქოლიური მდგომარეობიდან, რომელშიც შეიძლება ზოგიერთ თქვენთანგანი აღმოჩნდეს. გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალია, ამიტომ ვირუსული დაავადებების გაცვლების ტენდენცია მაღალია, ამიტომ ყურადღება ჯანმრთელობას, ზედმეტად მოგადაიტვირთებით და სარისკო მოქმედებებს მაქსიმალურად მოერიდეთ. ამავდროულად შეიძლება ამ კვირამ მოგცეთ საშუალება განთავისუფლებისა ძველი ვალდებულებებისა და ვალებისაგან, რაც სასიკეთო იქნება თქვენთვის. ყოველ შემთხვევაში მოდით ასე ვთქვათ, კვირის მეორე ნახევრიდან თან თქვენ იგრძნობთ, რომ ენერგოტონუსი უმჯობესდება, იმიტომ რომ მზე უახლოვდება თქვენ ზოდიაქოს ნიშანს და მოახლოებასთან ერთად უკვე 22-ში იგი გადავა თქვენ ზოდიაქოში და შესაბამისად უკვე თქვენს ნელ-ნელა კვირის მეორე ნახევრისკენ უკვე იგრძნობთ, რომ ტონუსიც მატულობს, ნელ-ნელა გუნება განწყობაც უმჯობესდება და რაღაც სასიკეთო ცვლილებების პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. რაც შეეხება მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, აქ მოიმატებს შემდეგ კვირაში საყვარელ ადამიანებთან კონფლიქტის ალბათობა. აი ამ მხრივ ვიღოთ ყურადღებით, განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში. ანუ ეს არის ერთ-ერთი პრობლემა შემდეგი კვირისა რეალური სეთის სერიოზული, რომელიც ითხოვს განსაკუთრებულ თავდაჭერას თქვენი მხრიდან. სხვა მხრივ მინდა გითხრათ, რომ კვირა ძალიან კარგია, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი. მადლობს აქ შარმი, ერთის ისევის და საწინაო სქესის პარტნიორების პოპულარობა, კონტაქტების გაფართოების პერიოდია, სხვა სახის საინტერესო მივლინების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთი თქვენთაგანი. მიიღოთ შეიძლება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თქვენთვის ინფორმაცია, კარგი პერიოდია სწავლისთვის, ასევე სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისათვის ისევ სხვა სახის აღმოჩენების ტენდენცია ძალიან მაღალია. და მზარდია ინტუიცია, რომელზეც დაყრდნობით ასევე შეგიძლიათ სწორი ნაბიჯების გადათქმა და წარმატებით მოქმედება, თუ ეს ინტუიცია გამოიყენეთ ასევე მეორე ნახევარში კვირისა, რათა ავარიდოთ თავი არასასურველ საყვარელ ადამიანებთან კონფლიქტურ სიტუაციებს. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, კვირის მეორე ნახევარში ცოტა მეტად მოიმატებს დაღრილობის შეგრძნება, ნევროზულობა, ზოგჯერ უძილობაც კი. ამიტომ აქ ცოტა მეტად შეამციროთ თქვენი ზედმეტი აქტიურობა და მეტი თავდაჭერა გამოავლინოთ მეორე ნახევარში ჯობია. სამაგეროდ პირველი ნახევარი კვირისა გაცილებით ეფექტური, აქ შეიძლება ისევ საინტერესო სამუშაოს წინაშე აღმოჩნდეთ, რომელიც როგორც მორალურ, ასევე ფინანსურ კმაყოფილებას მოგიტანთ. აქაც მზარდია ინტუიცია, რომელიც გეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში, სწორი ნაბიჯების გადადგმაში და შეიძლება ჩართოთ ერთობლივ პროექტებთან, მათ შორის თქვენს სასწავლო პარტნიორებთან, ოჯახის წევრებთანაც კი, ან საინტერესო თქვენთვის პარტნიორებთან. აქ ისევ შეიძლება აქტიურად ჩაერთოთ საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობაში. მთლიანობაში კვირის პირველი ნახევარი ძალიან საინტერესო და კარგია, შემოქმედებითი, ამიტომ ეცადეთ იგი მეტად აქტიურად განვით.
ანუ ეს 12 ზოდიაქოს ნიშანია და მათი ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ნიშანთათვის პერსპექტივები. ეხლა მოდით მივაქცევთ ყურადღება პირველ რიგში შემდეგი კვირის გეომაგნიტურ დღეებს. იცით ეს დღეებია, რომელთა მსვლელობისას მეტი პრობლემები ექნება ადამიანის გულსიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას. თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილებისა, უგონებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული მოვლენების. ამიტომ ასეთ შემთხვევაში თუ ესეთ ტენდენციების წინაშე აღმოჩნდით, რა უნდა ვქნათ? ესე იგი, მეტად დავისვენოთ. შეიძლება ის დაგვარად გქონეთ ურთიერთობა პოეზიასთან, ხელოვნებასთან, სასიავნო ადამიანებთან, იუმორთან და რასაკვირველია, უცებად გამოიყენოთ სწავლის პროფილაქტიკა თუ ესეთი მეორება აუცილებლობა იქნა. რათა გვერდიაუროთ ამ ნეგატიურ ტენდენციებს ამ გეომაგნიტური დღეებისა და ესეთ გეომაგნიტური დღეების შემდეგ კვირის განმავლობაში ჩვენ გვაქვს. ხვალ 15 რიცხვში ორშაბათ დღეს, ზეგ 16-ში, სამშაბათს, გეომაგნიტური იქნება შემდეგ კვირის განმავლობაში პარასკევი 19 დეკემბერი და კვირა დღე 21 დეკემბრის დღე. აი ეს დღეები ამ ხრივ ითხოვენ ყურადღებას. რაც შეეხება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს, მე აქცევთ ყურადღება ეს პერიოდებია, როდესაც უაღრესად მთვარის ენერგია შედარებით მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებს, შეიძლება გახდეს მიზეზი არასასურველი ამ დროს ტრამვებისა და ავარიებისა. ასეთ დღეები გვაქვს ჩვენ 17-ში, 4 შაბათს ბარბარობაზე, დილის 9 საათიდან 41 წუთიდან 18 საათამდე 54 წუთამდე. და ახლა ბარბარობა ვახსენე წინდაზე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს ჩვენი დღესასწაული და ბევრი კიდე ბარბარობა თქვენ ცხოვრებაში ყოფილიყოს. შემდგომ უბრუნდებით მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს, ესეთი გვაქვს შემდეგ კვირის განმავლობაში ასევე. შემდეგ მოდით ვთქვათ ასე, კვირას 21 რიცხვში 16 საათიდან 36 წუთიდან 24 საათამდე. აი ეს ტენდენციები თქვენ ყურადღებას და ახლა შემდეგი კვირის ცალკეული დღეები მოდით ვთქვათ ასე ერთი ზემოდებით შეიძლება ესე ითქვას. ხვალინდელი დღე 15 რიცხვი ორშაბათი. ცისკაბადონზე აქ პლანეტების ურანისა და პლუტონის კონფლიქტი მეტად ხელს შეუწყობს ხვალ სოციალური და პოლიტიკური მიმდინარეობის გარკვეულწილად ცვლილებას, ამიტომ ჟურნალისტები იყავით მზად. ხვალ შეიძლება რაღაც საინტერესო თქვენთვის თემატიკა გაჩნდეს ამ თვალსაზრისით ამ კუთხით. ყოველ შემთხვევაში მოდით ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ზოგჯერ ასე დღეებში მიტინგების ტენდენცია მატულობს. ადამიანებს შეიძლება უფრო გაძლიერდეს მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლების რაღაც მოდით ვთქვათ ასე რევოლუციური სულისკვეთება მატულობს სხვა ადამიანებში, შეიძლება ესე ვთქვათ. ახლა რევოლუცია მოსულნელი არა ჩვენთან, მაგრამ ასეთი ტენდენციები თუ იჩენენ თავს, ხვალ არ გაიკვირდეთ. და განსაკუთრებული ცვლილებები ამოსულნელი ხვალ ვერცხთა, თხის რქათა, სასტურთა და კირჩხიბთა ცხოვრებაში. რა სახის ცვლილებები ეს თქვა თქვენ განსაზღვრებთ, რასაც იმსახურებთ უკვე სამყარო იმ სახის ცვლილებებს შემოიტანს თქვენ ცხოვრებაში. 16 დეკემბერი სამშაბათი დღე. აქ სექსუალური ენერგიის გაღვივების დღეა, ამიტომ კარგია იგი სექსუალური კონტაქტებისათვის. ნებისმიერ საკმაყოფილო სიტუაციაში ამოდროულად ეცადეთ იპოვოთ ოქროს შუალედი, დაიცავით ყველაფერში ზომიერება, ბალანსი. ნებისმიერ სფეროში და გამოვლენთ მეტად ხასიათში მშვიდობიანობა, დიპლომატიურობა, კომპრომისის უნარი და დელიკატურობა. ეს ერთგვარი სავარჯიშო პოლიგონია, მოდით ვთქვათ ასე თქვენთვის, იმიტომ რომ იცით თქვენ მომავალი წელი თხის წელიწადი და თხა სწორედ აი ამ თვისებებს ითხოვს პირველ რიგში. ვინ შეძლებს აი ამ თვისებების გამოვლენას გაისად მშვიდობიანობის, დიპლომატიურობის, კომპრომისის უნარის და დელიკატურობის, ის იქნება უმთავრესი ფავორიტი იმ წლისა, იმიტომ თხა ასეთ ადამიანებს დააჯილდოებს წარმატების ტენდენციებს შეუქმნის მათ და შესაბამისად ამიტომ ეს უნდა წამოწევოთ წინა პლანზე. ეხლა გაქვთ საშუალება რომ მაქსიმალურად ივარჯიშოთ თქვენს თავთან და გამოიმუშაოთ ეს თვისებები. აი რამდენადაც შეძლებთ, ანუ აქედან მიხვდებით რამდენად მზად ხართ მომავალი წლისთვის და ამ თხის ასე ვთქვათ სურვილების შესრულებისათვის. შემდგომ 17 რიცხვი 4 შაბათი დღე აქ ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური ცისკაბადონზე გადანაცვლებს თხის გაზ ზოდიაქოში. რაც მეტად გამახვილებს ადამიანებს შესმოვლენას შრომის უნარიანობას, გონებრივ შეუპოვრობას, ნებისყოფას, პრაგმატულობას, ორგანიზებულობას, სიზუსტეს, კონკრეტულობას, მოთმინებას, აზროვნებისას. 18 რიცხვი დეკემბრის ხუთშაბათი დღე აქ მისტიკური და შემოქმედებითი დღე შეიძლება ესე უწოდოთ მას. კარგია იგი თვით შემეცნებისათვის, ასევე ავტომანქანების ყიდვა გაყიდვისათვის, კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად, ასევე კარგია იგი სალექციო მუშაობისა და კომპეტენტურობის გამოსავლენად, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისათვის, ხო შუის ვისაც აი თევზაობა უყვარს, მათთვისაც კი იქნება ძალიან კარგი. უმჯობესია თუ რამეში ნაკლებად ვისლაპარაკოთ და მეტად ვიმოქმედოთ, ეს უფრო მეტად წარმატებული იქნება.
Პარასკევი დღე 19 დეკემბერი. Ამ დღეს შეგიძლიათ კარდინალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება ნებისმიერ ზოდიაქოს ეხება იგი. საკუთარ თავსაც და სხვებსაც მიანიჭეთ გარკვეულწილად თავისუფლება. იღავით ამოდროულად ყურადღებით ფინანსურ სამყაროში მოსალოდნელია მოვლენათა მოულოდნელი შეცვლა. ამიტომ 19-ში წინ და წინ სამთავრობო სტრუქტურებს, საბანკო ფინანსურ სისტემას კიდევ ერთხელ თხოვ ყურადღებას ისევ არ მოხდეს იმ დაგვარიცვლება, როგორც იყო უკვე ამ ცოტა ხნის წინ დოლართან დაკავშირებული და რაღაც ესეთმა ფინანსურმა კოლაფსმა ისევ შოკში არ ჩაადოს ჩვენი საზოგადოება. იმედი მაქვს რომ არ იქნება, მაგრამ 19-ში იღავით ყურადღებით მოვლენები, აქ შეიძლება მსოფლიო მასშტაბითაც გახდეს მიზეზი გარკვეული ესეთი კოლაფსური საფინანსო სიტუაციებისა. თუმცა იმედი ვიქონოთ რომ ამჯერად ეს უფრო ნაკლებად პრობლემურად გაივლის, ვიდრე აი რამდენიმე დღის წინ ჩვენთან. 20 რიცხვი შაბათი დღე პლანეტების მერკურისა და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტი ამ დღეს ხელში უწყობს ინტუიციურ ტელეპათიური მონაცემების გამოვლენას ადამიანებში, წინადგზნობას, ფანტაზიებს. და ამავდროულად აღნიშნოთ ისიც რომ 21-ში კვირას აქ ყველა მიიღებს ზუსტად იმას, რაც დაემსახურა. ამაზე იზრუნებს მძიმე ენერგიების შემცველი დღევანდელი, ანუ შემდეგი კვირა დღის მთვარის 29 დღე. ამიტომ მაღალია შემდეგ კვირა დღეს თუნებების, შეცდომების, კონფლიქტების ალბათობა. ეს არის სწორედ აქ ასევე სექსუალური ენერგიების გამახვილება მოსალოდნელი, მაგრამ რადგან ეს არის ახალთვარეობის წინა დღე, მე მაინც გეჩვევთ სიფრთხილეს სექსუალური კონტაქტების კუთხით, იმიტომ რომ ამ დროს ჩასახული ბავშვი შეიძლება შემდგომ ძალიან პრობლემური აღმოჩნდეს თქვენთვის. ან შეიძლება მას ჰქონდეს ძალიან ესეთი ბოროტი სულის ელემენტები, ან შეიძლება იგი იყოს შემდგომ ავადმყოფური რეაქციების და ცოტა პრობლემური ფსიქიკის მატარებელი. ამიტომ 29 მთვარის დღეს არ არის სასურველი ბავშვის ჩასახვა და ესეთი მთვარეა სწორედ შემდეგ კვირა დღეს და ცდუნება აქ იმაშია, რომ ამ დროს მატულობს სექსუალური ენერგია და ადამიანს აქვს სურვილი სექსუალური კონტაქტისა, მაგრამ ვიმეორებ კონტაქტი უნდა მოხდეს დაცვის საშუალებით. წინამორბედი შემთხვევაში თუ აქ ჩაისახა ბავშვი, შეიძლება მას შემდგომ დიდი პრობლემები მოგიტანოს და ესეც გავითვალისწინოთ. ეხლა უკვე სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები შემდეგი კვირისა, ну, პირველი სკოლისა ვისაც აქ განზრახული მკურნალობის დაწყება. არც ერთი დღე შემდეგ კვირის განმავლობაში არც კარგი, არც ცუდი არ არის, das ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ დღეს უკვე თქვენი გემოვნების დამიხედვით შეგიძლიათ მკურნალობის დაწყება. ანუ ნეიტრალური დღეები ამის საშუალებას გვაძლევს. მოგზაურობისთვის ყველაზე კარგი დღე არის 17 დეკემბერი, არ ვარ გასამოგზაურო 15, 20, 21 დეკემბრის დღეები. დარჩენილი დღეები ნეიტრალური, ანუ საშუალოა. რაც შეეხება სამსახურის შეცვლას, კარგია 20 რიცხვი, არ ვარგა 15 და 21, დარჩენილი დღეების საშუალოა. ქორწინებისათვის კარგია 16 დეკემბერი, არ ვარგა 15 და 21 დეკემბრის რიცხვები და ბინის ყიდვა, გაყიდვა, ან გადასვლა ახალ ბინაში, ვისაც განზრახული, აქ არ ვარგა 21 რიცხვი. შემდეგი, ანუ კვირა დღე. დანარჩენი დღეების საშუალოა. ამიტომ თუ არის დავუშვათ განსაკუთრებული სურვილი თქვენი მხრიდან რომ ახალ ბინაში გადაყვიდეთ შემდეგ კვირაში, მაშინ 21-ის გამოკლებით ნებისმიერი სხვა დღე არჩიეთ, მაგრამ უჭირესია უფრო შორს იყოს 21-დან. მაგალითად, ну, სადღაც 20-შიც ნუ იქნება. სადღაც იყოს თუ გინდათ 18-ში, 17-ში და ასე შემდგომ, უკეთესი იქნება. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის არ ვარგა 21 დღე, 21 რიცხვი. დანარჩენი დღეები საშუალოა, მსხვილი საკრებლებისთვის კარგია 17 დეკემბერი, დანარჩენი დღეები აქაც ნეიტრალური, ამიტომ შეიძლება ამის განხორციელებას გარკვეულწილად, თუმცა ამ საკრებლებზე კიდევ ვისაუბრებთ. სასამართლო პროცესებისთვის კარგია 18 რიცხვი და არ ვარგა 15 და 21 დეკემბრის დღეები. დანარჩენი დღეები აქაც საშუალოა. რაც შეეხება ახლა უკვე საფინანსო რიტუალებს, რაც შეეხება ანგელოზის საათს, ესე იგი ამ თვის ბოლომდე ჩვენ აღარ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ აქ არ არის ესეთ პლანეტარული წყობა, რომელიც ვაიდამეც ხელს უწყობდეს ანგელოზის საათის, ასე თქვა, წარმოქმნას, ამიტომ გარკვეულწილად დეკემბერი ამ ხრივ, მოდი თქვათ ასე, უნდა დავისვენოთ ამისგან. ხოლო რაც შეეხება ფინანსურ რიტუალებს, პირველი სკოლისა 15 რიცხვი, ხვალინდელი დღე ორშაბათი. ხელს უწყობს საფულის შეძენას და საიუველირო ნაწარმის შეძენას. ეს უფრო მეტად აძლიერებს თქვენს ფინანსურ ეგრეგორს, მეტად იზრდებს ფინანსებს თქვენი საფულისადმი. 16 რიცხვი სამშაბათი, ძალიან კარგია გემსხვიდლი საკიდლებისათვის, მაგრამ ამავდროულად სამშაბათს მოერდეთ ბანკში ფულის ჩადებას. ეს შემდგომ სერიოზული გასავალის საწინდარი გახდება. და არა მარტო იმიტომ რომ ბანკში ახლა ფული ჩადე და თავისთავად ეს გასავალი არა, ამას კიდევ ორმაგი გასავალი მოყვება შემდგომ. 17 რიცხვი 4 შაბათი, კარგია იგი მსხვილი საკიდლებისათვის და ვალში ფულის გაცემისათვის. აი 17 ამის საშუალებას გაძლევთ. ეს ფული არ დაგეკარგებათ.
18 რიცხვი ხუთშაბათი და უბრალოდ ამ გაცემამ ამ შემთხვევაში 17 რიცხვი შეიძლება შემდგომ ორ მაგის შემოიტანოს კიდეს ფინანსური კუთხით თქვენ ცხოვრებაში. 18 ხუთშაბათი დღე მოერდეთ ფულის ვალში აღებას, სესხის გაფორმებას. 19 დეკემბერს პარასკევს კარგია ფულის გადათვლა, მაგრამ მოერდეთ ამავდროულად საჩუქრების შეძენას, ფულის ვალში აღებას ან გაცემას. 20 დეკემბერი შაბათი დღე აქ შეიძინეთ საათი, სარკე, საფულე, ძალიან კარგი იქნება ეს მიზიდავს ეგრეგორს ფულისა თქვენდამი, მაგრამ 20-ვე შაბათს ნუ გასცემთ ფულს ვალში და ნუ აიღებთ სესხს, მოერდეთ ასევე მსხვილ საკედლებს. 21 დეკემბერი კვირა დღე შეიძინეთ საიუველირო ნაწარმი და ამავდროულად მოერდეთ მაქსიმალურად ვალუტის ყიდვა გაყიდვას. აი ამ ტენდენციებს მივაქცევთ ყურადღება, როგორც ფინანსურ რიტუალებს შემდეგი კვირისა. და ახლა უკვე სანამ ესე იგი ჩვენ გადავალთ ასე ვთქვათ თქვენს კითხვებზე, ამბრეშკოვისა მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ გამოსულია ჟურნალი ჰოროსკოპი პლუს რევიუ, სადაც არის მთლიანად ეს ნომერი, სპეცნომერია, საახალწლო პროგნოზებს ეხება იგი. და არავერიოს იგივე ჟურნალთან ჰოროსკოპი პლუს რევიუ, აი გვერდითებს იგი, ეს არის ყოველთვიური პროგნოზები, სადაც თქვენ შეგიძლიათ ამ თვის პროგნოზებს გაიცნოთ და სხვა თემებსაც გაიცნოთ. ეს კიდე არის მთელი წლის, რომელიც ერთხელ გამოდის მხოლოდ წელიწადში. ამასთან ერთად არავერიოს ჰოროსკოპი პლუს რევიუ ჟურნალ უბრალოდ ჰოროსკოპთან, რომელიც ასევე გამოსულია, აქაც ჩემი თემებია, თემატიკა ჩემია. და აქაც არის ინფორმაცია, როგორც ცოტა განსხვავებული ინფორმაციები არა ისეთი, რომ ერთი მეორესე წინააღმდეგება ცხადი არა, მაგრამ ცოტა სხვა კუთხით არის მოწოდებული. აქაც არის ინფორმაცია, ესე იგი, ყოველი ნიშნის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ, როგორც აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. აქ არის მოცემული რასაკვირველია ინფორმაცია გრაფიკული, მათ შორის თვეების მიხედვით, თუ როგორ იქნება დედამიწის აურა და რა ტენდენციებს შექმნის ეს რა მოვლენებს გვაძლევს მთლიანობაში, სოციალური და უშუალოდ პოლიტიკური კუთხით, ფინანსური და ასე შემდგომ. აქ არის აღნიშნული თითოეული დღე, თავისი პლუს-მინუს ტენდენციებით, რჩევებით და ასე შემდგომ, პლუს-მინუს დღეებით, ზოდიაქოს ნიშნებისთვის და არის მცირეოდენი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, რომელიც ეხება სხვადასხვა სახის მუდრებს. ანუ თქვენ გქონდათ საუბარი ჩვენ გქონდა წინა გადაცემაში, შესაძლოა მეგახსენეთ, რომ გარკვეული მერიდიანების შეერთება თითების მეშვეობით ერთმანეთთან გვაძლევს სხვადასხვა შესაძლებლობებს დავიცვათ თავი, შეიძლება ავითვალისგან ან რაღაც ტკივილისგან ამა თუ იმ ორგანოს და შემდგომ. და აქ არის ბოლოში გარკვეულწილად მუდრები ნაჩვენები, აღნიშნულია, რომ გამოვა წიგნი, გამოუშვებ ჩვენ მალე ამ წიგნს, სადაც იქნება უფრო ვრცელი ინფორმაცია ამ შესახებ, მაგრამ აქ არის მცირეოდენი, ასე ვთქვათ, თქვენი გაცნობის შესაძლებლობა, თუ რა არის მუდრა, რას ემსახურება და როგორ შეიძლება მაგალითად მოხსნათ თავის ტკივილი ელემენტარულად თითების ერთმანეთთან გარკვეული ფორმით შეერთებით და ასე შემდგომ რაღაცა სხვა მოვლენას, ასე ვთქვათ, მივაქცევთ ყურადღება. აქედან გამომდინარე, მუდრები ეს არის ძველი ინდური ტექნიკა, რომელიც ძალიან გავრცელებული, აი ეს უკვე არის ეზოთერიკა თავისთავად, ამიტომ თქვი თავიდან, რომ შიგადაშიგ ეზოთერულ სფეროს შემოვიტან, ფენშუიზეს ვისაუბრეთ ცოტა ხანში, რომელიც ასევე ეზოთერულ სფეროს ეხება, იოგა, მუდრა, თქვენ ისეთ საერთოდ საოცარი ვარჯიშების კრებულია და არის ცალკე მუდრები, რომელიც ამ ჟურნალში არის უკვე ნახსენები, მინდა რომ გაგაცნოთ ამ მუდრების სისტემას. არ უნდა იყოს ეს მარტო რაღაცა რჩეულთა ხვედრი ამის ცოდნა, მე მიმაჩნია, რომ უნდა იცოდეს საზოგადოება, რა თუ არა აქვს კიდევ თავი, რაღაც პრობლემა შეექმნა, ორგანიზმი წამალი გასაგებია, მაგრამ წამლის გარდა არის უძველესი, მოდი თქვათ ასე, ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგცეს ღმერთებმა, რამშობ აქ როგი ინდოეთიდან შემოვიდა და უშოთ საიდან და არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ ძირითადი კოსმიური ძალა, ნათელი ძალა ეკუპებოდა ინდოეთში. თითქმის, თქვათ ასე, ბოლო 16 საუკუნის განმავლობაში მაინც და უფრო ხანძლივად თუ აიღებ, ბოლო 24 საუკუნის განმავლობაში, ამიტომ იქიდან რომ მოდის სიბრძნე, შოთა რუსთაველმაც კარგად გვამცნო. თავის საოცარ პოეზიაში, ამიტომ ბევრი რამ შეგვიძლია გადმოვიღოთ ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ რაღაც გარკვეული პოზიციები და უშუალოდ თითების ერთმანეთთან, აი ხო თომ არაფერია წვრილმანი, მაგრამ შეიძლება ამას შეცვალოს ენერგეტიკა სხეულისა და იმ ორგანოს შემსუბუქდეს და უშუალოდ კევილი, რომელსაც ამ დროს ესაა. ამის შესახებ არის ასევე აქ ინფორმაცია და არის ასევე შენი ჰოროსკოპი. ეს არ გეგონოთ, რომ აქ არის რაღაც ჟურნალი, ცალკე არ არის ჟურნალი, აქ არის კრებული სწორედ კალენდრებისა, რომელიც თქვენ ასე ვიცით, ოღონდ ადრე კალენდრები გამოდიოდა ცალ-ცალკე, ახლა ეს არის შეკრული ერთად ამ ჟურნალში. და აი აქ არის სწორედ ინფორმაცია ბოლო გვერდზე, რომელიც ფენშუის ეხება და მაღაზია ლინდაუს
რომელიც მდებარეობს ალექსანდრე ჭავჭავაძის 3 ნომერში. და აქ არის სწორედ მაჩვენებელი იმისა, თუ რა იყიდება აქ და რას ნიშნავს, რა სიმბოლიკებია, რა მნიშვნელობა აქვს და რატო უნდა გქონდეს ან რატო არ უნდა გქონდეს ყოველივე ეს. აქ ბოლო გვერდზე ამას შევხვდებით. ამის გარდა აქ არის ის სიმბოლო გამოსახული, რომელიც ჩვენ გქონდა წინა წელს, ოღონდ უფრო პატარა ბროშურაში, შენი ჰოროსკოპისა, კარგი იქნება თუ ამ სიმბოლოს ისევ გამოვჭრით და ჩავდეთ საფულეში და ვატაროთ მთელი წელიწადი. როგორც მომზიდველი ფინანსური წყაროებისა და შეგნით როგორც აღნიშნეთ, აქ არის მთელი, მოდით ვთქვათ ასე კრებული, თქვენ იცით რომ აქ არის ესე იგი დიდი ჰოროსკოპი, მომავალი წლის ეს კედლის 12 ზოდიაქოს ნიშნის დადებითი და უარყოფითი დღეები, ასევე ახალმთვარეობა და სავსე მთვარეობა გამოსახული და შეგვიძლიათ ეს უკვე მთელმა ოჯახმა გამოიყენოთ. აქ არის ცალ-ცალკე ასევე ასეთი, მოდით ვთქვათ ასე კალენდრები დაბეჭდილი, რომელიც აქ ნაჩვენებია მითითებულია, რომ ეს კალენდრები უნდა გამოჭრათ და სათითოოდ ეს უკვე გექნებათ ჯიბის კალენდარი, ჯიბეში 12-ვე ზოდიაქოს ნიშანია და თქვენ თუ შეუძლიათ გამოჭრათ ერთი თქვენი და არჩენ შეგიძლიათ დაუარიგოთ თანამშრომლებს ან მეგობრებს და ასე შემდგომ და მათაც ექნებათ მთელი წლის ესეთი კალენდარი. ამის გარდა თქვენ იცით რომ აქ არის ასევე გამოსული შემოქმედებითი სასიყვარულო მოდით ვთქვათ ასე კალენდარი, სადაც აღნიშნულია დადებითი და უარყოფითი დღეები, შემდეგი წლისა და როდის ჯობია დავუშვათ ამა თუ იმ მოვლენის განხორციელებამთან დაკავშირებით და ტრადიციული ჩვენი სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც არის აღნიშნული ის დღეები, როდესაც უმჯობესია რომ თავი შევიკავოთ ამა თუ იმ ოპერაციისაგან, იმიტომ რომ ესა თუ ის ორგანო ამ პერიოდში სუსტდება და ცხადია, ამასთან დაკავშირებით უმჯობესია რომ ამ დროს არ შევეხოთ მას და პრობლემები არ შევქმნათ და ეს ყველაფერი შეგრულია სწორედ ამ ჟურნალში შენი ჰოროსკოპი. ანუ იქნებით ამ ინფორმაციით გაფრთხილებული, ამ შეერაღებული, შეგიძლიათ ეს შეიძინოთ უკვე ბიბლუსის მაღაზიებში, ნებისმიერ პრესის ჯიხურში და განსაკუთრებით ყველა მიცის ალბათ ის ჯიხური, რომელიც მდებარეობს თბილისში ბუკიას ბახტან საბურთალოზე, პეკინის და ბახტრიონის კუთხეში, უბრალოდ მეტრო პოლიტექნიკურის ამოსასვლელთან, სადაც ეს ყოველივე ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ და ვიმეორებ, არის უკვე მთელ რესპუბლიკაში თითქმის გავრცელებული ეს ჟურნალები. და შეგიძლიათ ეს ყოველივე შეიძინოთ, იქოთ ვიმეორებ გაფრთხილებული, შეარაღებული, კარგი იქნება, როცა ადამიანმა იცის ეს ყველაფერი, დაუშვათ როგორი დღე აქვს და მე არ ვამბობ, რომ თქვენ უნდა იყოთ ჩამოკიდებული ასტროლოგიაზე, არავითარ შემთხვევაში ყოველ დღე შეიძლება ეს არ დაგჭირდეთ, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანია, დაუშვათ ქორწინება, დაუშვათ ოპერაცია, დაუშვათ რაღაც ფინანსური რაღაც საკითხია გადასაზღვეთი, სერიოზულ მოლაპარაკება გაქვთ წინ და თქვენ გაქვთ საშუალება რომ აერჩიოთ. კი ბატონო, აი მშვენიერი საშუალება გაქვთ, სწორედ ამის მეშვეობით ჩაეხედოთ, ნახოთ რომელი დღეებია თქვენთვის კარგი პლუს-მინუს დღეები, რომელი დღეებია კარგი დავშეთ მოსალაპარაკებლად სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ბიზნეს საქმიანობისთვის და ამის დამიხედვით, სწორედ ეს ამ დღეებისთვის დაგეგმოთ და იქნება გაცილებით უკეთესად ყველაფერი წარმართული. რაც შეეხება ახლა უკვე ეზოთერიკის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მარგალიტს, რომელსაც ჩვენ ფენშუის სახელწოდებით ვიცნობთ, გასაკვირველია მოდის ახალი წელი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ისეთი საჩუქარი ვიყიდოთ, რომელიც არ მარტო პრაქტიკული იქნება, შეიძლება დავუშვათ სილამაზის კუთხითაც ესთეტური, არამედ მას ექნება კიდევ ენერგეტიკული დატვირთვა. ანუ სიმბოლიკა, თქვენი და რიტუალი აღმოსავლეთში ძალიან დიდ როლს თამაშობს და ითვლება რომ სიმბოლიკა გვაძლევს იმ ენერგეტიკულ ველს, რომლის მეშვეობით ჩვენ ვეხმარებით და მინდა გითხრათ რომ ძალიან მაკვირვებს ზოგიერთი ასტროლოგიის ინფორმაცია და რამდენჯერმე მოვისმინე, მათ შორის საქართველოში, თურმე აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნები უმნიშვნელოდ ახდენზე გავლენას და საყურადღებო მაინც არ არის და ძირითადი აქცენტი გადააქვს დასავლურ ზოდიაქოს ნიშნებს. აი მე აქ ბოდის მოვიხდი მათ წინაშე და ვეთქვი რომ ძალიან ცდებიან, ან უბრალოდ არ იცნობენ ამ აღმოსავლურ ზოდიაქოს. მაშინ რა ვქნა, თუ მე მათ მოვუყვან მთელ არმიას ადამიანებისა, რომლებიც მე დღესაც მეუბნებიან რომ აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნები მათზე გაცილებით მეტზე გავლენას ახდენენ ვიდრე დასავლური. და ამის არათი დამატკიცებელი საბუთი გვაქვს. ამიტომ კიდევ ჩვენ ამიტომაც ვაწარმოებ ჟურნალში ჰოროსკოპი პლუს რევიუ გაწვით ინფორმაციას აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნების შესახებ, რომ მინდა რომ კარგად იცნობდეთ საკუთარ თავს აღმოსავლური ზოდიაქოს კუთხიდანაც, იმიტომ რომ ძალიან დიდ როლს თამაშობს იგი. ეხლა თუ დავუშვათ ჩვენ ესე ვთქვათ, მოდით ძირითადად ითვლებოდა აქამდე რომ 60% ზეგავლენის არის დასავლური ზოდიაქოს ნიშნებისა, 40% აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნებისა, კი, ზოგადად მე ამ პროპორციას
ვეთანხმები, მაგრამ მაგ არაერთი შემთხვევა, როდესაც მინდა გითხრათ, რომ პირიქითაც არის და აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნები უფრო დიდ ზეგავლენას ახდენენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლური ასტროლოგიაც ამ ფორმით, პოპულარული ფორმით ვიცოდეთ, ამიტომ მე გამოვიშვი სწორედ წიგნი, თქვენ იცით, სადაც არის აღნიშნული სწორედ ამაზე აღმოსავლური ზოდიაქოების შესახებ ყოველივე. და ამიტომ სიმბოლიკას, რომელსაც ისინი აქცევენ ყურადღებას და ითვლება, რომ აი აქ ხლა მოდის თხის და ცხურის წელიწადი, როგორი უფრო შეანელებს ტემპს ცხოვრებისა. არ იქნება ისეთ სიგიჟე, როგორც ახლა გვაქვს, იმიტომ რომ ცხენი ჯირითობს და დაღალა ყველა. ამიტომ ეს ტემპი ცოტა შეანელდება, მშვიდობიანობა მეტად მოიმატებს. აი შევხედოთ, მომავალ წელს იქნება ესე თუ არა, იმიტომ რომ მათ იციან აღმოსავლეთში, რომ ზეგავლენა იმ ცხოველისთვის საბებისა განსაკუთრებულია. ამიტომაც დაუკავშირეს იგი თხას. დაუშვათ არა რომელიმე სხვა ცხოველს, იმიტომ რომ იციან, რომ ესე წლებში მშვიდდება ტემპი ცხოვრებისა, ტენდენციები უფრო მეტად მიდის დიპლომატიურობისკენ, კომპრომისის მიღწევისაგან, მშვიდობიანობისკენ ხასიათში და აქედან გამომდინარე, სწორედ ამას ითხოვს ამ შემთხვევაში სიმბოლური დატვირთვა თხისა. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ გვექნება მაგიდაზე სწორედ თხის გამოსახულება. ნებისმიერი სახით და ფორმით, იმიტომ რომ ეს უკვე ჩვენი პატივისცემა მის მიმართ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავთხრილებთ, რომ 31-ში უნდა იყოს თხაც და ცხენის დარჩენილი, იმიტომ რომ ორივე ჯერ ძალაშია. ხოლო 19 თებერვლიდან დარჩება თქვენს მაგიდაზე, ხოლო თხა როგორც სიმბოლიკა, ასე ვთქვათ, მართველი იმ წლისა და დრო და დროს შეხედეთ მას, თუნდაც აზრობრივად მოეფერეთ და უსურვეთ ყოველივე კარგი და თხოვეთ მათ, რომ თქვენ ცხოვრებაშიც იყოს ყველაფერი კარგი. მინდა გითხრათ, რომ ესეთი ვიზუალური ზეგავლენა და ვიზუალური, ასე ვთქვათ, ასე ურთიერთობაში შესვლა წლის მართლთან ძალიან კარგია და ძალიან კარგად მოქმედებს. ეს მედიტაციური სისტემაა, რომელიც უკვე აპრობირებული არაერთხელ, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთის ქვეყნებში და კარგი იქნება თუ ჩვენც ვისწავლით ამას და გამოვხსენებთ. აქ მე მინდა ასევე წარმოგიდგენოთ მაგალითად ვარდისფერი კვარცი. ულამაზესი ქვა, მინდა გითხრათ, და არასთავარია, არა მარტო ულამაზესი, ახლა მარტო სილამაზე ამ შემთხვევაში არ გვიშველის, იმიტომ რომ აქ არის სხვა დატვირთვა. ეს არის სიყვარულის ქვა, მოდით ასე ვთქვათ. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს შეიძლება ლომის ზოდიაქოს ნიშანს განსაკუთრებული ყურადღება, იმიტომ რომ მართავს იგი სასიყვარულო ზონას და არასთავარია, ძალიან დიდ კავშირში შედის ენერგეტიკულ ჩაკრასთან გულის. ამიტომ ვისაც აქვს გულის ტკივილები, ძალიან ხშირად მათ ურჩევენ, რომ პირდაპირ როცა არის გულის ტკივილი, აი ეს ქვა დაიდონ ახლო, მიიდონ გულის ზონასთან, გულის ჩაკრასთან, იმიტომ რომ ძალიან ამშვიდებს და აწნარებს. შესაბამისად, ეს არის სიყვარულის ერთ-ერთი სიმბოლო. ძალიან კარგი იქნება, რომ ესეთი ქვა უცლებად გქონდეს. მე მაგალითად ჩემს კაბინეტში მაქვს რომ თვითონ ესეთი კარგი ლამაზი ვარდისფერი კვარცი და მე აქცევთ ყურადღება გქონდეს, თუ თქვენ გინდათ რომ სიყვარულით იყოს ახსოვს თქვენი ცხოვრება. ესეთი ქვა, ახლა მე რასაც გაჩვენებ ტელევიზორით, მე არ მინდა რომ მარტო ესე იგი ამაზე იყო თქვენ კონცენტრებული, რატომ თქო წინა გადაცემაში გაჩვენეთ კიდე სხვა ქვები, სადაც რამდენიმე ქვა იყო ერთად და მაღაზია ლინდაოში მითხრეს სხვა შორის რომ სხვა შორის ისიც მინდა გითხრათ რომ ლინდაო მუშაობს ეხლა ახალ წლამდე ყოველ შემთხვევაში კვირა დღესაც კი გახსნელია. და მითხრეს რომ მხოლოდ ის ქვები იყიდეს და სხვა ხებს არ მიაქცეს ყურადღება და აი ამ დროს გვერდით იდო ეს ულამაზესი და ძალიან მნიშვნელოვანი ქვა კაცშვილმა ყურადღება არ მიაქცია და არც ეკითხა რა მნიშვნელობა აქვს ამას და ამიტომ კიდევ ერთხელ შემთხოვნა როდესაც მიბრძანდებით ამ მაღაზიაში აუცილებლად იქაულ პერსონალს დაელაპარაკეთ ისინი აგიხსნიან რომელი ესეთი ხე სიმბოლიკა რას ნიშნავს რას გვაძლევს და შეიძლება ერთი კი არა ორი და სამი შეიცინოთ და აი სიმბოლიკა და მათი ენერგეტიკა არა მარტო ესთეტიური სილამაზის მატარებელი იყოს არამედ პირიქით გარკვეული ცვლილებების შემოიტანოს სასიკეთო თქვენ ცხოვრებაში და როგორც საჩუქარი საახალწლო ცხადია თქვენ ეს უნდა იცოდეთ რას ნიშნავს პირველ რიგში რისთვის გინდათ ვისთვის გინდათ თუ იმ ადამიანს ვისთვის გინდათ აკლია სიყვარული კი ბატონო ვარდისფერი კვარცი ერთ-ერთი საუკეთესო არა კიდე სხვა ხეები რომელიც მაგალითად ჯანმრთელობის გამაგრებას უწყობენ ხელს აი ესეთი ფორმით და ასე შემდგომ ვისაც რა უნდა აი ეს მეუტანეთ აჩუქეთ მე მგონი იქნება ძალიან კარგი როგორც საჩუქარი სხვა შეს აგერლა ალბათ არ გამოჩნდება მაგრამ არის ესეთი ვეფხვის თვალი ძალიან ლამაზად ეს აკინძული ვეფხვის თვალი მინდა გითხრათ რომ ეს უძლიერესი ქვა არის ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვს მას და ხას უწყობს სწორედ იგი რას ჯანმრთელობის გამაგრებას აი შეგიძლიათ როგორც პატარა ბრელოკის სახით კონდეთ თუნდაც დავუშვათ გასაღებს ანებისმიერ ადგილას ძალიან კარგი ამიტომ რომ ხას უწყობს ჯანმრთელობის გამაგრებას და იცავს ავი თვალისაგან აი ამ ხრივ შეგიძლიათ უკვე გამოიყენოთ აი ეს ვეფხვის თვალი მithumetes ვეფხვის წელიწადში დაბადებულთათვის მეტად სასიკეთოა, მინდა ესეც აღნიშნო. და ასე აღნიშნოთ, რომ თუ თქვენ გაქვთ დაუშვათ ესეთი სურვილი, რომ რაღაც დაუშვათ ბარათით მიულოცოთ ადამიანს,
ან შეიძლება ფინანსურად გინდათ რომ ადამიანს რაღაცა ფინანსურად აჩუქოთ ფინანსები დაუშვათ და მისი ბარაკაც გაძლიერდეს ამისთვის არსებობს ასეთი სისტემა კონვერტებისა. ეს კონვერტი ელემენტარულად ჩასადები აქვს. აი აქ შეიძლება ჩადოთ ეს ბარათი, ან შეიძლება ჩადოთ ფული და ესე მიაწოდოთ ადამიანს მიართვად. შესაბამისად ეს უკვე შანსია იმისა, რომ ენერგეტიკა, რომელიც ჩადებულია თქვენს ბარათში, სურვილებში, ან მილოცვაში, რადიკალურად გაორმაგდება და უფრო მეტად სასიკეთოზე გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე. და შესაბამისად მოდით ეს მეტად ამ ადამიანში თქვენ შექმნით ისეთ თვისებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩომის უნარიანობის ზრდას, ნაკლებად ამპარტაუნობის გამოვლენას, მით უფრო მეტად ესეთი ადამიანი იქნება ცხოვრებაში წარმატებული და თან თუ გავითვალისწინებთ, რომ მას აქვს კარგი ორატორული მონაცემები, მაღალი კონტაქტურობა, კომუნიკაბილურობა, ეს ხელს შეუწყობს ხარდია მის უფრო მეტად წარმატებებს. შემდეგი კითხვა ტელემაყურებლისა ვარ 1978 წლის 30 აპრილს დაბადებული მაინტერესებს რამელის თუ დასრულდება გაჭირვებათან ეს 2 წელია რაც ცუდად მიდის ესე იგი საქმეები შარშან შვილმა თითები დაკარგა გისამძიმრებ ძალიან ცუდი ამბავია წელს კიდევ მამა მომიკვდა და მაინტერესებს თუ რამე კარგი მელის ძალიან ცუდია ესე ცხენის წელიწადში ხარ თქვენ დაბადებული 30 აპრილს კურო კი მინდა გითხრათ რომ კი რთული წელიწადია კუროს ნიშნისთვის დაბადებული რომელიც არის ცხენის წელიწადში ნამდვილად რთული წელიწადია და გარკვეულწილად დანაკარგები მათ აქვთ ნამდვილად არის გაისათ არაფერი ამდაგვარი არ მოხდება თუმცა მე ერთი მაინც რჩევა მაქვს თქვენდამი რომ გარკვეულწილად გამოლოცვა ჩაიტაროთ იმიტომ რომ უკვე რაღაც ისეთი მაგალითები აქვს რომ ეს უკვე მეტყველებს იმაზე რომ საერთო აურა ეთყობა თქვენს ოჯახში დაბინძურდა კარგი იქნება თუ მოიყვანთ ასევე მოძღვარს უდელს და გაასუფთავებინებთ შიდა აურას თქვენი სახლისა და კარგი იქნება თუ გამოლოცვას ჩაიტარებთ მაგალითად იგივე კვეთებული საეკლესიო გამოლოცვა პირველ რიგში იმიტომ რომ აქ რაღაცა არასასურველი შავმაგიური ტენდენციების ელემენტები არის და მოდით ამით დავიცვათ თავი. თუმცა ზოგადად ასტროლოგიური კუთხით მომავალ წელი თქვენთვის უფრო უნდა იყოს ასე ვთქვათ სასიკეთო და უფრო სტაბილური. მაგრამ მეორე წელიწადი მაინც დაიწყება 19 თებერვლიდან. ამიტომ 19 თებერვლამდე მაინც ვიყოთ ყურადღებით, იმიტომ რომ ზოგჯერ გამავალმა წელმა და ამ შემთხვევაში ეს ცხენის წელიწადი ეცი ზოგჯერ კუდის მოქნება და ამ მხრივ ვიყოთ მაინც ყურადღებით 19 თებერვლამდე. ჯანმრთელობას ყურადღება და ნელ-ნელა აღვივსოთ დადებითით, ანუ იმით რომ აი დგება უკვე პერიოდი გაცლებით უკეთესი. ამ დადებითი განწყობა აუცილებლად ზამშვენი ამით დაეხმარებით შიგნიდან საკუთარ თავს და გარედან და გეხმარებათ ამ შემთხვევაში კვეთებული საეკლესიო გამოლოცვა. შემდგომ ვარ 1977 წლის 17 ნოემბერს დაბადებული ვარ პროფესიით ფილოლოგი, ვერ ვახერხებ საქართველოში თავის რეალიზებას. ჩემო კარგებო, რამდენი არის ესეთი ადამიანი, რომ იცოდეთ და ამაზე წყდება გული და თან ძალიან ნიჭიერი ადამიანები. ქვეყანა არაძლევს ერთი ამის სათანადო რეალიზაციას თავის ეკონომიკური, პოლიტიკური, იდეოლოგიური, სოციალური პოლიტიკის გამო ის ერთი, მაგრამ ეს ქვეყანას დამოკიდებულია კოსმიურ მოვლენებზე. ხო, საქართველოს რადგან დასჯის ზონა შეჯერჯერობით არასწორი ამპარტაული ცხოვრების შედეგად, ამიტომ ჩვენ გავდივართ ასეთ სერიოზულ კოსმიურ გამოცდებს და გაკვეთილებს.
მაგრამ თანდათან სიტუაცია აუცილებლად უნდა გამოჯობესდეს კიდევ ერთხელ მეორე 2015 გარდამტეხია 2015-ში იქნება ძალიან სერიოზული ცვლილებები. პოლიტიკური, იდეოლოგიური ჟურნალისტებო მოემზადეთ, იმიტომ რომ ჟურნალისტიკის სფეროშიც იქნება სერიოზული ცვლილებები, მათ შორის მეთოდოლოგიებში, მათ შორის ხელმძღვანელი პირები შეიცვლებიან, ზოგიერთ ტელეკომპანია შეიცვლება, დაკარგავს ხელმძღვანელს ან ახალი ხელმძღვანელი მოვა, ახალი იქნება არნახულად ბევრი და საინტერესო და ორიგინალური პროექტები პირველ ნახევარში წლის და მეორე ნახევარში უფრო კონსერვატიული გახდება ტელევიზია და გადაცემები. იგივე ტურიზმის სფეროში, სპორტის სფეროში სერიოზული ცვლილებები იქნება გაისად და მეორე ცვლილებები მათ შორის ეხება ბევრ ხელმძღვანელ პირებს, დეპარტამენტების უფროსებს, იქნება სერიოზული მოხსნები, ახალი კადრების გამოჩენა, მათ შორის ახალი პროფესიონალიზმის წინაპლანზე წამოწევა. ეს არის წელიწადი, რომელიც ხელს უწყობს სწორედ ახალი პროფესიონალების გამოჩენას ან ძველი კადრების, ძველი პროფესიონალების დაბრუნებას. იქნება დიდი ცვლილებები მედიცინის სფეროში, განათლების სისტემაში იწყება ახალი რეფორმების წელიწადი, რომელიც 3 წელიწადს გასტანს კიდევ და აქაც იქნება სერიოზული ცვლილებები მეთოდოლოგიაში, ხელმძღვანელებში და ასე შემდგომ. წლის მეორე ნახევარში უკვე მიხედავენ იურისპრუდენციას და აქ სასამართლო იურიდიულ სფეროში იქნება სერიოზული ცვლილებები. წლის პირველ ნახევარში საბანკო, საფინანსო სექტორში ამოსაოდნელი ასევე ცვლილებები. მეორე სერიოზული ძვრების და ცვლილებების პერიოდია. მართალია ეკონომიკურად ეს ჩვენ წინ ვერ წაგწევს და სამუშაო ადგილები ამისგან მაინც არ მოიმატებს 2015-ში ოდნავ შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებულად არაფერი, მაგრამ სამაგიეროდ ეს ცვლილებები სერიოზული ასეთი რყევები, მოდი თქვათ ასე, ყველა დონეზე რაც საჭიროა ახლა ქვეყნისთვის, რომ გაიღვიძოს მთავრობამ და მოვიდნენ ნამდვილი პროფესიონალები, ან საქმისადმი მოწყურებული ადამიანები და ეს ტენდენციები იქნება სწორედ 2015-ში მეტად. და შიდა გარკვევა საბოლოოდ მოხდება, მათ შორის ქართულ ოცნებაში, ვინ ვისთან რჩება და როგორ და რა პრინციპებით იმუშავებს და ამის შემდგომში შიდა რყევები შემცირდება. აქაც რაც ხელშეუწყობს უფრო სწორ ხელმძღვანელობას მათი მხრიდანაც, ეს ყველაფერი 2015-ში ამოსაოდნელი და შესაბამისად ეს არის დასაბამი უკვე სერიოზული წინსვლისა, რომელიც 2016 წლიდან უნდა განხორციელდეს, თუმცა 2015 და ნაწილობრივ 2014 ამის საფუძველს დებენ. და 2020-ისთვის, როცა უკვე ჩამოივლის ჩვენი ექსპრესი, რო ითქვა, შეიძლება ისე ითქვას, ჩვენ უკვე უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ სერიოზული წარმატებებისთვის ვიყოთ მზად და უკვე სერიოზულ წარმატებებს მივაღწიოთ. ეს შემდგომი პერსპექტივაა საქართველოს, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენციები იჩენს თავს და თქვენ წამოისუნთქავთ შედარებით, თუმცა რადგან მორიელი ხართ, ერთ რამეს გაცნობებ კარგს, რომ 2 წელიწად ნახევარი ბოლო 2 წელიწად ნახევარი მორიელის ზოდიაქოში იმყოფებოდა სატურნის დამამუხრუჭებელი პლანეტა და ძალიან ამუხრუჭებდა მორიელთა წინსვლას. ამიტომ ახლა 23 დეკემბერს, ახლა ძალიან მალე იგი ტოვებს თქვენს მორიელის ზოდიაქოს, გადავა შილდოსანში და თქვენ ამოისუნთქებთ. შანსები იქნება მეტი. ოღონდ ეს გაგრძელდება 16 ივნისამდე. 16 ივნისიდან იგი ხდება რეტროგრადული უკანმოძრავი, ისევ დაბრუნდება ცოტა ხნით 19 სექტემბრამდე მორიელში. აქ ისევ შეიძლება წოდა გაგიჭირდეთ 19 სექტემბრიდან იგი საბოლოოდ უკვე გადავა თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან და კიდევ უკეთესად წავა თქვენი საქმეები. თუმცა მეორე ახლა უკვე 23 დეკემბრიდან თანდათან მორიელები ამოისუნთქავ და უფრო მეტად იქნება წარმატებული და წინსვლის პერსპექტივების მატარებლები. ამ მხრივ იქნება უფრო მეტად სასიკეთო პერიოდი. თუმცა თქვენ გველის წელიწადში ხარ დაბადებული და გველებსაც იმასაც ვეთქვი, რომ შემდეგი წელი თქვენთვის საშუალოა, აი 2016-ისთვის მოემზადეთ. 2016 სერიოზული გველებისთვის წინსვლის და დიდი წარმატებების წელიწადი. ამიტომ შანსები თქვენ გაქვთ მაინც სასიკეთო და ამ მხრივ დადებითად გამოწყოთ. ეხლა ფაქტობრივად მეტი დრო მე არ დამრჩა საეთერო. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ხვალდილი 11 საათზე თქვენ ამ გადაცემას განმეორებით ნახავთ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში. ხუთშაბათს უკვე თქვენ დროში, კავკასიის ეთერში 4 საათზე ვისაუბრებთ. პირდაპირ ეთერში მათ შორის და იცით რომ ხვალ ჟურნალი თბილისელები, გაზეთი ასეულდასვალი მოგაწვით ახალ ინფორმაციას ჩემს მიერ მოწოდებულს, ხოლო რადიო ფორტუნა ცხადია დილით უკვე გესაუბრებათ ჩემი გახმოვანებით იმ დღის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ. იქნებით ამით გაფრთხილებული ინფორმაციულად, ანუ შეიარაღებული. მე გისურვებ ბედნიერ კვირას. განაცხად დადებითად და მაქსიმალურად ეცადეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების საქმეების სწორედ შემდეგ კვირაში მოაგვაროთ. გისურვებ წარმატებებს, წინსვლას, იღბალს და გაუთხელდით ჯანმრთელობას. მომავალ შეხვედრამდე.